მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. გაიგებდით ალბათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმაო. დასაქმდებოდნენ, აბა რა ეხა უცხოენები მაგათ იციან და კომპიუტერი თვითონ არიან და ეხლა ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტისთვისაც ამზადებენ თურმე, უბრალოდ ჯერ მზად არ არის. რადგან მეობას და ჩახუტებას უმონტაჟებენ ახლა, ხო და? ხტები ახლა. ქართველი რობოტი გამგზავრების წინ გვეუბნება რომ ჩახვალ დარეკეო. მოკლედ რობოტებმა საქართველოში მუშაობას ალღოისი აუღეს, უკვე ლატარიის თამაშის დაიწყეს თურმე. ქართველებს არ ჩამოგშვენ ალბანეთში და მინისტრად ხელოვნური ინტელექტის სახელად დიელა დანიშნეს. რაც ალბანურად მზის ამოსვლას ნიშნავს. დიელა შესყიდვებზე იქნება თურმე პასუხისმგებელი. თუ მინისტრად დანიშნულმა ხელოვნურმა ინტელექტმა არ გაამართლა, ორივე მნიშვნელობით გადააყენებენ, ხო? ისე მიდის ცხოვრება, არ გამიკვირდება, მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა საქართველოში ტაქსაობა რომ დაიწყოს. რა იცი მაინც. ლეიბორისტების შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა განაცხადა, ერთხელ მაინც მანდეთ მინისტრის სავარძელიო. მოკლედ ალბანეთში თუ გინდა რომ კარგ თანამდებობაზე მოხვდე, კომპიუტერი კი არ უნდა იცოდე, კომპიუტერი უნდა იყო. ეგა. ნუ ეხლა სულ სხვა პრობლემები აწუხებთ ტაილანდში, სადაც ტაილანდელმა მამაკაცმა, რომელსაც კომპანიამ შვებულება არ აღირსა და ნუ არ მისცა, მაღაზიაში ოქროს ბეჭედი მოიპარა, რომ ციხეში დაესვენა. მართლა. ამ კაცს უთქვამს, თუ დამიჭირეს, დავისვენებ და თუ ვერ დამიჭირეს, ოქროს ბეჭედი მაინც შემრჩებაო და ცოლს მოვიყვანო, ხო? ადგილზე მისულმა პოლიციამ ტაილანდელ მამაკაცს უთხრა, დაწექი არ გაინძრეო და ამან აგაშენა ღმერთმაო. მაგი მინდოდა მეც. ხო. ახლა ეს კაცი მოსამართლეს ეხვეწება თურმე 2-დან 4 წლამდე კი არა, ჩახედე, მაგი 4-დან 6 წლამდეაო, კაცო, ხო. კი ბატონო, მაგრამ არ გაუმართლა ამ მამაკაცს. გირაოთ გამოუშვეს. ბოროტმა დამსაქმებელმა ტაილანდელ კაცს გირაო გადაუხადა, ციხიდან გამოიყვანა, ისევ სამსახურში დააბრუნა და ახლა გირაოს თანხას ხელფასიდან უკვითავს. ამეწვა გული რა. მოკლედ მეგობრებო, არაფერი არ მოიპაროთ. დეკემბრის ბოლოს გავალთ შვებულებაში და დავისვენებთ. მანამდე კი ჩვენს შოუს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი დაუღლელი გელაგნოლიძის ხელმძღვანელობით. ამის შოუს პარტნიორია სანდომის ვაფლი, მრავალფეროვანი გემოები, ქართული წარმოება, ევროპული სტანდარტი. გვახალისებს ეს მზიანი დარი, მაყურებელს გულით უხარია, მოკალათით ტელე ეკრანებთან, დღეს ჩხეიძე ჩვენი სტუმარია. ნინო ჩხეიძე მეგობრებო, აპლოდისმენტებით შევეგებოთ. მოგესალმებით, ჩემო ნინო. როგორ ახარ? გადასარევად. როგორც ყოველთვის ფანტასტიურ ფორმაში ხარ, ჩემო კარგო. ყველა გადაცემაში გეუბნები, მაგრამ ისე არ გეუბნები. ნუ რაც არის, ეს არის. ვცდილობ, გამოწვევა, რომ მეუბნები, მე ვცდილობ, რომ უფრო კარგად მოვიდე. კი ბატონო, მე ვერ დაგვხვდი ძალიან კაი ფორმაში, ცოტა რაღაცა წონის ამბავში მე. ხო და მომწონს გიხდება ძალიან, კი. აი ახლა. ძალიან გიხდება მართლა. არა. აი რაღაცა ასაკი მოგიხდება. მეც ვიხდება სხვათა შორის ასაკი და შენც ასე ყოფილი ხარ. აი კი ბატონო, მაშინ ძალიან კარგ ფორმაში დაგვხვდი ნინო, სერვეცადე რომ სპეციალურად ესე ყოფილიყავ. როგორ ახარ? კარგად. აშოხვედრი ვარ, კაგახანია. დავიწყეთ ახალი სეზონი და მიხარია რაღაცა პირველ ხუთეულში ვარ, ხო, ახალი სეზონი. კი ბატონო, ტრადიციულად ერთ-ერთ მოწინავე ადგილებში და ყოველთვის ჩვენთვის სასურველი და საყვარელი სტუმარი ჩვენი მეგობარი. მეც მიხარია. ესე იგი, როგორ მიდის ახლა საქმეები მოგვიყევი, რა ხდება შენს თავს, როგორ არის ამბები? ნუ ტრადიციულად გამოვიდა ჩემი 298 ალბომი. 298 ალბომი, უკვე აღარც ვაჟღერებ, მეც ამერია სათვალავი.
და ნუ ვცდილობ რომ ყოველთვის ახალი სიმღერა გავაკეთო, ჩემს მენელს შევთავაზო ახალი სიმღერები, ვაპირებ რომ კლიპი გადავიღო და ნუ შინაურულად რო გითხრა, სტანდარტულად მერიხინებს ეს ჩემი საქმე. კი ბატონო. ნინო, ჩვენთან ხარ ძალიან ბევრჯერ ნამყოფი. ნუ ეხლა კი ბატონო. გადაცემაშიც, გადაცემის იქითაც მეგობრები ვართ და ძალიან შინაურულად ხარ ხოლმე სულ ჩვენთან. ყავ არ გინდა? კი, რა თქმა მეც მინდა, თამით კი, სადაც და გაიკეთე შენთვისაც და მეც გამომიყოლე, გეხოცები ერთი ჭიქა რა. ხო იცი, იქ დევს ხო სადაც ხო, იქა სადაც მაშინ იყო რა. კარგი, ნუ ხუმრობა იქით იყოს, ყავას მერე დავლებთ. ვახსენე რომ ბევრჯერ ხარ ჩვენთან ამყოფი, ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია, მაგრამ მაინც შევეხოთ რა ძველ და ახალ თემებსაც. კი ბატონო. დაიბადე ეკონომისტისა და მათემატიკოსის ოჯახში. უი, კი. ასეა. და რა შორს ვარ ორივეს გაკ. თუმცა ბუღალტრობას მომღერლობა არჩი. კი ბატონო. სწორია, შობს ყოველდღე გაახარო ადამიანი, ვიდრე თვის ბოლოს მარტო შესაბამისად ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ისე მათემატიკა, ნინო, ესტრადის მომღერლებისთვის. მაგ თემას არ შეეხო. არა, ნახე. მიპოვე სუსტი წერტილი. მეგობრები ვართო და რაღა მათემატიკას. არა. ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა მათემატიკა. კი ბატონო და ნახე რა მარტივად გამოგიყვანო ეხა თემიდან. ესტრადის მომღერლებისთვის მათემატიკა არის საჭირო. იმით ყველაზე ხშირად ესტრადის მომღერლები იყენებთ. მიკროფონის შემოწმების დროს 1 2 3 1 2 3 და ეგა და მორჩა. აი ეს იყო სულ მათემატიკა. ეგ კი ვიცი. 4 5 აღარ გავაგზავნე. 4 5 აღარ გავაგზავნე. 3-ზე გაჩერდი. ნინო, შენს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მოვისმინე ამბობ ესეთ რამეს რომ გაგიკვირდებათ და სახლის ტანსაცმელი არ მაქვს. ბებო მასწავლა რომ საშინაო ტანსაცმელი არ უნდა მქონდესო. მართლა ეგრეა? ნამდვილად. ანუ მაგალითად მაღაზიაში დილით რომ ჩადიხარ, მეზობლებს გონიათ რომ სოლო კონცერტიდან გამოხვედი, ანუ ისეთ ჩასმული ხარ თუ რასთან გვაქვს საქმე რომ ამიხსნა? არა, სოლო კონცერტიდან არა, მაგრამ აი ხო არის ეს მითი თუ რა ვიცი, არის ადამიანები რომ აი დახევი თქო რაღაცა გაიხევა, გაიქუცება და სახში ჩავიცნო და აი ესეთ ნივთებს არ ვაჩერებ. აი ეს იმას არ ნიშნავს რომ ძიმე ბარხატით დავდივარ სახში, მაგრამ ანუ ეხა სახში რომ მიხვალა ესევე გამოპრანჭული იქნები? არა, როგორ გეკადრება რაღაცა ისე ჩავიცნო. ანუ მაცივარს რა ესე აღებს, ხო ის გამოპრანჭული ხო? ანუ ეგრე არა, უბრალოდ ანუ არა, ისე ყოველდღიურად როგორც ვარ ჩაცმული კომფორტულად, მაგრამ სხვა შორის ეს არის რომ ყოველდღიურად არ ვიყენებ მაკიაჟს და თავისუფალი სტილი, თქვა მაისური და შავალი. Casually. და რატომღაც ადამიანებს გონიათ რომ ყოველთვის, აი ყოველ დღე, აი ხო, აი ესე. ესე და რომ გნახავს ვიღაცა მაღაზიაში და უი რა სხვანაირი ყოფილხარ და უკვე ვერ ხვდები უცბად რომ ეგ იციან სხვათა შორის რო შეხვდებიან და ტელევიზორში უკეთესი ხარ. ანუ ეგ ის ისტორია მოყოლილი მაგ სალონში რომ მივედი. ნუ მე არ მახსენდება. სალონში მივედი მორიგად, თმა დავიგრძელებ ჭხირი, დავიგრძელე მასაჟი, სახის, მაკია, ყველა პროცედურა გავიკეთე და გამოვდივარ და შემხვდა ქალი რომ ვაიმე ნინო როგორ მიყვარხარ დედა დღეს რა დღე გამითენ და მთელი ოჯახით გისმენთ და ბავშვობიდან გისმენთ და ჩემზე დიდი რომ გონია და რომ მეუბნებიან ბავშვობიდან გისმენთ თუ ამაზე ჭირთან კომპლიმენტია ვითომ კი და ნუ მოკლედ გაგიშდა ეს კაი და კი ძალიან მინდაო ფოტოს გადაღება შენთან მაგრამ ისეთ ფორმაში ხარ ეხლა ვერ შემოგკადრებ მიფიქრე კიდე კაი ამან ახალგაღვიძებული არ ნახატორე ისეთ ფორმაში ხარ ახლა ვერ შემოგკადრებ ჩაყარა წყალში ყველაფერი ხო სხვათა შორის ნინო ამ თემის ირგვლივ რადგან მტრიალებთ ნათქვა მიგაქვს რომ ყველანაირი დიეტა მაქვს ნაცადიო კი ბატონო ხო მაგრამ მე რო გიყურებ რომელიღაცამ გაამართლა ფაქტია ისეთ ფორმაში ხარ და საბოლოო ჯამში ცოტა კვებამ გაამართლა ცოტა კვება იმიტომ რომ დიეტა და ბევრი ანუ იცი როგორ დიეტებს ვიგონებდი რაღაცა 2 კილო ვაშლი 2 აი მასობრივად ბევრი რო იყო და საბოლოო ჯამში პირის დაკეტვამ გაამართლა ანუ არ ჭამა ის არა რომ და 6-ის მერი არა და 7-მდე თუ რაღაცა ეგეთები არა ყველაფრის ჭამა მოყოთ ცოტა ძალიან მარტივია სხვა ისე შოუ ბიზნესის დიეტა თუ არსებობს ნინო აი მაგალითად 6-ის მერი არ იმღეროს ადამიანმა აი რაღაცა ეგეთი თუ არის თუ მსმენია ვინმე ეგ არ ვიცი მაგრამ საერთოდ დილით მაინც ვოკალი გაუხურებ ხო გაუხურებელ ყველაზე სიმღერა ნუ ეგ ვიცი რომ ისე ცოტა რთულია ისე სხვათა შორის არ არის ეგ ცუდი ინიციატივა ხა თუ შენ ხარ აგერ გელას შემოვიერთებთ გოგონებს რაღაცა შოუ ბიზნესური დიეტა აი მაგალითად ცნობილი სიმღერებიდან რომ ამოვიღოთ რაღაც აი გავხადოთ დიეტური მაგალითად აი მაქვს ვარიანტები რა რაღაცა მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა საღამოს 6 საათამდე აი რაღაცა ეგრე
ან ისა ყველი პური ხაჭაპური არ გვინდა გადასარევი კიდე მაქვს კაცო თუ მოგეწონათ კიდე მაქვს ისა ლოქო ჭანარი მურწა კალმახი უპუროდ ჭამე ნუხარ ამაყი რაღაც ეგეთი არა გადასარევია სიმღერითაც შეუწყობ კი ანუ სულ რო გვახსოვდეს რომ ფორმაში ვიყოთ სიმღერის დროსაც ძალიან კარგი ნუ მაგრამ ძალიან უცნაურია ესე შენ დიეტობ და ქვეყნის საკეიფო განწყობის მთავარი ხელშემწყობი და დამწყები შენ ხარ გამსუქებელი ხო და რალაირად არის გამბავი ერთვარეთთან მაგრამ ნუ ბაქის სახელზე სიბოროტესაა ქართილი შენზე რასაც ვერ იტყვის ადამიანი ეგ არის სიბოროტე არა დანარჩენზე თუ გინდა ვიხუმროთ. ისე შენი მესმის რომ ნახე თან საკეიფო სიმღერებს მღეროდე, თან დიეტაზე იყო. ძალიან რთულია ხო ზოგადად, ანუ გიწვის ალბათ ეგ ამბავი, მაგრამ ნუ ფაქტია ახერხებ ამას. არა, რატო არ რთული? ნუ ახლა მღერი რომ რაღაცა ესე საკეიფო სიმღერებს და თან შენ დიეტაზე ხარ, ცოტა უნდა ჭამო, არ ჭამო, არ არის რთული? არა. კაი ბატონო, მაშინ თუ არ ყოფილა რთული, არ არის რთული. ამ კეიფთან დროს ტარებასთან ხარ ახლოს. ნუ შენი შემოქმედებით ყოველ შემთხვევაში და 2010 წელს ღვინოს გამოუში, ხო ნინო? კი. სახელად ნინო ჩხეიძე. კი მე და გელას დაგემოვნებული გვაქვს არაერთხელ. მაგითო დადიოდი 2010-ში თვრალი ხოლმე რო იყავი, ხო მეტი რატოა ნასვამი თქო და მერე შეჩერდა ეს წარმოება თუ აგრძელებ და გაქვს რაიმე გეგმა მას დაკავშირებით თუ არა, ეს შეჩერდა, მაგრამ მალე ვიწყებ ახალ საქმიანობას, რომელსაც მერე გვეტყვი. თქვენ გადაცემაში აუცილებლად გავაჟღერებ. დიდი მადლობა გელით ახალი ამბები, თუმცა თუ ღვინის იცი არის ღვინის თემა იყო მაშინ ახალი და რაღაცა ახალი იდეა იყო და მე ისეთი ღვინოები გამოვიდა რომ რაღაცა ჩემი ღვინო არა ნახე თუ გამოუშვები ახლა შემდეგ პარტიას სახელად ღვინო ჩხეიძე შეიძლება წაიღოს რაღაცა სახელის რაღაცა ღვინო ჩხეიძე სხვათა შორის ჯაბოვიჩი აპირებს ღვინის გამოშვებას გაითვალისწინე აი შეიძლება ყველგან გადამეკვეთო ანუ ასეთი ისა მეც არა ვთქვი რატო ჩამივარ და ღვინის ბიზნესი ხო და გამოუშვა ოღონ ამის ღვინოს დააბლოკა ამის ღვინოს რა ქვია იცი ბესო კალანდაძე მეტი იყიდება იმიტომ რომ ბესო უყარსო და ჯაბოვიჩი ნაკლები გაიყიდებოდა რომ ისე ამ ღვინოს ნახე ნინო ჩხეიძეს რომ დალევ ნაბახუსებზე ქუჩის ბიჭების გურამი კოლომიძის ჭაჭით რო გამოხვიდე თუ არის კარგი ნაზავი იმას ხო ჭაჭაა გურამიკოს კი გურამი კოლომიძეს ჭაჭა შენ ღვინოა ტრენდული მე ვიცი დათო ხუჯაძესაც აქვს დათო ხუჯაძესაც აქვს ღვინო ხო და არა ჩხეიძის და ხუჯაძის ღვინოს არის არ შეიძლება თავის ტკივილი იცის მაგრამ ერთ დღეს ერთი ნადალიო მეორე დღეს მეორე ასე უნდა ახსადგენია ეს ბიზნესი კი ბატონო დავიწყოთ და მე საჭმელზე ვიღაცა იქ შემოვა მე შემოვალ გელა შემოვა რაღაცა და სუფრაც გაიშალა ახლა გითხარი ჩვენთან რა უნდა იმღერო სხვათა შორის ეს სიმღერა ძალიან ტრენდულია ბოლო პერიოდში და მე შემაყვარა პროექტ მიმღერეში იმღერა ქალბატონმა თამარ კოტეტიშვილმა ქალბატონმა თამარ კოტეტიშვილმა კი ბატონო არა შეულებრივ და ისე შემაყვარა ეს სიმღერა რომ მთელი ზაფხული ვუსმენდი აგეკვიატა ამეკვიატა და მე ვიფიქრე რომ აი ჩემს სტილში აი თქვათ როგორც მაქვს ლალები გაკეთებული და ეს რიმეიქების სიმღერების ხომ არ მეცადა თქო და აი დღეს პირველად მოვიტანეთ სოლოლაკი და აბანო თუბანი სოლოლაკი და აბანო თუბანი მოვიკითხავთ ქალბატონ თამარს დიდი სიყვარულით ჩვენთან იყო სტუმრად და პატივისცემით არაჩვეულებრივი არჩევანია სხვათა შორის ესე იგი წაღვერის მოსახლეობის გული უკვე მოიგე და ახლა სოლოლაკი და აბანო თუბანი სოლოლაკი გადავწყვიტე რომ სადაც დავიბადე არ მივატოვე ჩემი სოლოლაკი და ძალიან კარგი თუმცა სანამ იმღერებ ჩემო ნინო წეგან ვახსენეთ ერთი პიროვნება რომ გეკვეთება ყველგან და იქ შემოდის და კონკურენციაში უნდა მოვიდეს რა ხო და ნაწყენი ყოფილა რაღაც შენზე ჩემზე აქ სერიოზული დაპირისპირება შეიძლება იყოს ალბათ ღვინის თემა აქ მობძანდე თუ შეიძლება ვაი მე ხოწები ჯიმი ახლა სახი არ მომწონს აი სად მოიყვა შეხედ რა სიშორეს დაждდა რა ხდება რა თავი რა ხდება და აინტერესა ქალბატონს მოგესალმებათ ადამიანი რომელიც ნინო ჩხეიძეზეა გაბრაზებული და დუალიპაზი არა ჯიმი ჯაბასია ბესაძე ახლა მეკითხება რა ხდებაო მორჩა ჩემი და ნინოს საუკუნოვანი მეგობრობა რომელიც სადღაც 7 თვეს ითვლიდა რატო გადმოვარ და გეტყვი ასეთი გაბრაზებული ხარ ბიჭო ასეთი გაბრაზებული ბაბი ბიძიკო MTV-ზე შემცირებაში რომ მოყევი მაშინ არ ყოფილი გაბუნია מחალ სტუმარი რა ფლიდი ქუთაისელია მომატყუა სტუმარი მე არ ვიცადი ეს თუ იყო აქ მაგრამ კულისებში რომ შემოვიდა სუნამოსუნი მე ვიგზენი მეთქი მალხას ქუიშვის ასეთ სუნამო არ ესწება თქო და მე გამიკვირდა და შემოვედი კი ბატონო მოგვიყევი რა რამ გაგაბრაზა რა გამაბრაზა მე სტუდიაში მე მუშაობდი ნინოსთან მე იყვანა ჯერის ძაღლი მე იყვანა ძაღლი რომ მე იყვანა მაშინ მივხვდი ჩემ ჩაჩოჩებას ვიყვანა მერე
მერე ჯერ რაღაცა ფესვები შენც ხო ბაღდათიდან გაქვს ალბათონო ნინო. მაგიტო გიყვარდი. მიყვარდი და ეხლას მიყვარხარ, მაგრამ ვერევი თავს. მე იყვანა ძაღლი და ამას რომ მეუყვარებოდი, ახლა ძაღლს უძახო და ბობის და მე ჯიმის და რომელი უფრო უყვარ. დავანებო ძაღლ შევეგუი ახლა ძაღლმა ძაღლის ენა იცის და მოუგეთ ერთვეს. მერე კატამე იყვანა სტუდიაში. ეს თაგვებს ვაიზდე იჭერსო და გამომიშვა მე. კი ბატონო. მოიცა ეხ ძალიან საინტერესო რაღაცებს ყვები და განაგზე რაღაც კიდე საინტერესო ამბებს გველოდება. არ შერწყვება ნუ თუ ჩხეიძის ქალბატონს. რა მითხრე ერთხელ იცი? შენ ხარ გაუნათლებელი ხეპრეს სოფლიდან ჩამოთრეულიო. მე შეედავე? რასში შევედაო თუ არა? კი, მითხარი. რას შევედაო? ერთხელ უეხა მედანინო მეგობრობთ, კაცო წლებია და ერთი ფუძე და ერთ ხეიძეები და აბესაძეები სულ ერთად მოვდივარ და ბანტიანი. ზღვისპირეთში ვარ, ზღვისპირეთში კერძოდ ფოთში და ურეკავ ნინოს მეუთხარი ხა სპორტსმენი ბიჭი ვარ, მოცეკვავე და რაღაცა ზვაზე მიდა ჯიმიკო ტელევიზორმა გადმოცაც ეხანო ფოთშიო გაუკეთებთ ახლა სპორტსმენი ბიჭი ხარ და ხო ხდები მაინც გადიო ნუდისტური პლიაჟიო. გევედი და ნახევარი მალთაყვა მოვსდებ და აბაშამდე. ხო ეგ არ არის ტყუილი? მოვისმენ. აიო დაგიგროვდა ეს. დამიგროვდა და მაცადე ბოღმა ვანთხიო. მუსიკალურ ნაწილში თუ თანამშრომლობ. მე და შენ ძალიან კარგი მუსიკალური ტრიო გამოგვივა ჩემო ნინო. მესამე ვინა? დუეტი ქვია, ხო? მეცა სხვა ამ ჯგუფში ხა სხვა პრობლემას ვერ ხედავ შენ. აი და სტუდიიდან გამომაგდო ვითარცა ძაღლი. გამომაგდო სტუდიიდან ბაბი აბესაძეების გვარის შეკრებიდან რო გამომაგდეს ისე თუ გამწომოდეს დედას კეფიცები ამარო სტუდიიდან გამომაგდეს. კი ბატონო. მოვისმინე აგე. როგორც მომღერალი რას გვეთქო? მაგრამ მიყვარს. აი სიკეთეც უნდა ვთქვა. ხო. რამასე შეგაცხელი ცინინო. შენ ხარო არ შემდგარი მომღერალი. მე სულ არ ვიცოდი მომღერალი თუ ვიყავ თუ არ შემდგარი ვიყავ. ურმესიმადო ნინო ჩხეიძე და ის ვიღაცები ხა ბაბი თათა და გელა ჩემზე ვითომ კინდილობთ. თქვენ ჩემზე იცი რა აქვს ნათქვამი Stevie Wonders? რა, Stevie Wonders? ასე მითხრა you are, ანუ შენ ხარო. We're big. ანუ დიდიო. ხო ხა ჩამოსხმული ინგლისურადაც ჩამოსხმულია და ქართულადაც ჩამოსხმულია. აბერაც გიდა ისე Stevie Wonder ვაცხა. Stevie Wonder-ი რა შავში კი ბატონო. სხვა მომღერლებსაც შეეხეკთ ხო რა? ლარა ფაბიანი ხო იცი? ლარა ფაბიანი. მაგან მითხრა, მაგის თავი მიმყოფოს, მერტმა, კარგად ლარა ფაბიანმა მითხრა, არ გარგია, ჯაბოვი, შენ ჩხეიძესთან მეგობრობა უნდა დამეჯერება. გაფრთხილებდა, კი ბატონო, როგორც ბიონსე დავკარგე სამუდამოდ ისე დაკარგავ შენს. მოიცა ბიონსესთან მეგობრობდი? არც მეგობრობდი, არც ვისწავ დაგარგული არა, ფაქტიურ რა. კი ბატონო. გულახტილად რო თქვა ბაბი ბიჭიკო ძალიან მერიდება შენი ახსოვებული რო ვარ გულახტილად რო თქვა მე საერთოდ დინო ძოწეინზე მეგონა თუ არ რო ვწოდოთ ეს დინო ბურჯანიძე იყო საერთოდ არ შემევიდოდი აქ კი ბატონო ხო კი ბატონო განცხადების გაკეთება განცხადება სადაა განცხადება ორი რამ მინდა განცხადება რო გავაკეთო პირველი ნინო ჩხეიძე იწუნებს ჩემნაირ ნიჭიერ მომღერლებს და მეორე გასაჭიმიჭერი თუ უმეს კიდათ აგერ ვარ ჯეობატონო უღმესი მადლობა იმედის ეთერს ნინო სანამ შევრიგდები და აბარა მეიც მაცადე ჯერ ნინიკო სანამ შენიტყვი მანამდე მე ვიტყვი და დავსძენ აქვე რომ ერთხელ სუფრასთან ვარ მე და ნინო კაფეში არის სადა მეგონი ქვეყნის გარეთ ვარ და პიცა გადმოვიღე ბოლონაჭერი პიცა და უზრდელი ხარო ხალხში მიწოდა გესმის შეყედი უზრდელი რატომ ხო გაქვს გაგონილი რომ ბოლონაჭერი უნამუსოსი არის რო გადავხედე საზოგადოებას მე მიწევდა ამდა კიდე ევიგე რა იყო მან სათხუბარი კი ბატონო ჩიმი გეხვეწები იქნებ ბაბუის ხათრით მოხსნა დაძაბულება ჩემ ბაბუა ჩემ ჭიკუ ამის დიდ ბაბუაზე გადარეული იყო მართლა ანუ ეს სამომავლობითი ასეთი უყურადღებო ამის დიდი ბაბუა ერთს არ დაგირეკავდა ტელეფონზე არ მოგიკითხავდაო ხო მაშ ტელეფონები იყო თუ არა ტელეფონი საქციელზე მაქვს მე ლაპარაკი ხო და წინაპრების ხათრით ეხლა კი ბატონო შარშან უთხარი კონცერტი ერთი წამი ნინო ახლა მათას საჭუბარი კერაფერი შარშან უთხარი ნინიკო მე ვთხარ სუ ბექებში ვდგავარ მე ახლა ამასთან გძნობა როგორ დაგიამო არა ლექსიგი მღამას მე ვაკეთებ და შარშან უთხარი მე ვთხარ ნინიკო კონცერტზე ვერ გამოვალ შენთან ბაბუა მყავს მე ვთხარი გარდაცვლილი და გადეირია გოგ დამკარგა მაგის მერე დამკარგა. კი, მაგრამ რამდენი წლის გარდაცვლილი იყო ბაბუა შენი? გაგონინო, ბაბუა ჩემი 20 წელს უკან გარდაიცვალა, მაგრამ ნაცვლები ვერ ჩამოდიოდნენ პოლონეთიდან და გადავწიეთ პატარა ხანში, გაიკაცო. რა მოხდა? არ უნდა გამიგო? 20 წლით რა იყო? დაგჭირდება ნინო ჩხეიძე, შენ დრამერი ბენდში და დრამერი? ხო, არ გამოწეს. დაგჭირდება შენ ბექ ვოკალი ბენდში. არ გამოდის, არც. დაგჭირდება შენ ბასფანდური არც ეს არ გამოდის. დაგჭირდება შენ
დაჩასი ატანა ტონანახევრი არის ლურჯი ბაკის და გაგახსენდები მე მიყვარხარ მე შენ ძალიან და წევედი ახლა ხასიათს სანდომი თუ გამომიკეთებს და ერთი შენ გეისველე დაიგო პირველი ერთი მე აბა გაგაზადე სანდომა შეგვარიგა აჭრელდება პრესა მიყვარს ეს ოხერი რა ვქნა რა გაბრაზებული თუ გაუბრაზებელი მაინც საყვარელია კი ბატონო მაგრამ სანდომა შეგარიგათ ამას აჭრელდება ეხა პრესა ჯიმი აბესაძე და ნინო ჩხეიძის შორის ინში არიგა საჩერიგნე რაჭუბი რომ მოგდეთ თელი ამბები და სანამ პრესა აჭრელდება მანამდე აი სატელევიზიო პრემიერა რომ დაგვიანონსე სადღაც გადაცემის შუაში ნინო ის რომ შეგვისრულა და მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იცი შენ დიდი მადლობა ასე რომ ხო ჩვენც გელა მიიღეს თუმარი მაშასე მეგობრებო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო უმშვენიერესი ნინო ჩხეიძე აპლოდისმენტები